მარიკოს ექსკურსია რომ ეზიზღება ისე არაფერი რა. შეხედე ერთი ამბავია მშობლების ჩათში. დი ხო ქუთაისში მივდივართ სათაფლიაში. აუ ინგა გახსოვს მე რო ყავდი სათაფლიაში. სტალაგმიტი რო წვეთავდა და თლიანი ბოთლი წყალი რო გაავსე. თქვენდა ისე იქ. გოგო სტალაგმიტის წყალი მისწრებაა თმებისთვის. დღემდე დაალაიქე ვიდეო თუ გიყვარს დედა. გამოიწერე არხი თუ გიყვარს მამა. გააზიარე თუ გიყვარს ღმერთი. თუ სამივე გიყვარს, შეასრულე სამივე. მიდევს კაცო ბაბანოში მწვანე ბოთლით, ხო ცოტა დამსჭადა. ეხლა კი ჩამოვიტან ახალ ბოთლს. ერთი კაი ლიტრიანი უნდა გავავსო. აუ ჯესაჭმელები გაინაწილეთ მშობლებმა? თუ ისე მიქელაძის დედამ უნდა წამოიღოს კექსი. აი ეხლა ვინაწილებთ საჭმელებს. გოგოებო ეხლა მწვაძე ლაპარაკობდით თქვენ და მე მწვადს ვერ წამოვიღებ, იმიტომ რომ ბავშვი მყავს ალერგიული. ხო და შემიძლია რომ პური წამოვიყო. დაუხატავ ეხლა ამათ მწვადს, რა პირები აქვს დაღებული. აი მისეც ხარ გაიქსავნა. აუ ჯესიბაშვილის მშობელიც მოდის ნეტა, რეებს აკეთებდა წინაზე. მოიცე, სიბაშვილის მშობელი რომელია? რომელი? ეგ არის თუა. აი მე ერთხელ ისეთები აკეთა გახსენება არ მინდა. სად ვიყავით? კახეთში მიდის რაღაცა ციცაბო უბედურ გზაზე მარშრუტკა. ცალკე მე ნერვიულობ, ცალკე კიდე მძღოლი ოფლიანობს ნერვიულობისგან დაძაბული ახლა ადამიანი. ირთვება უცბად სადღაც მუსიკა, იწყებს ვიღაცა ცეკვავს, გავიხედე სიბაშვილის მშობელი. აი მე თან კინტაური ამოურჩევია, გოგო, როგორი აქტიური ცეკვაა ეგ, ხო იცი. ძლივს გააკავა მე დამდეგებელმა ყანყალებდა მარშრუტკა. მაშინ მართლა მეგონა რომ იმ ხამში ჩავარდებოდით. ახჩი, ბავშვს ტრამო აქ მიღებული. მე აბა რა იქნება ანასტასია, ისეთები აკეთა მაგ სიბაშვილის მშობელმა უკანასკნელს გოგო დატურა. ვიღარ ისვენებდა უკვე მარშრუტკაში და მე მძღოლს ჰქონდა წამოღებული ის როა, ბუქსირის თოკები, გადასაჭერი და ავიყვანეთ მარშრუტკის თავზე დავაბით და ერთი ბოლო ფანჯრიდან ვისეჭირა. ლეჟავას მშობელს და მეორე იმას ლომსაძეს ფანჯრებიდან ეგრე ჩამოვედით თბილისამდე და ეგენი ხო იქ ცხოვრობენ დიდი ღომში ხო და დაგხვდა თავისი ქმარი გუდრილთან ჩამოვხსენით მე გავატანეთ და სხვადასხვა ძალიან კარგი ბიჭია მამა ბავშვის ხო სულ ბოდიშები და ისინი გვიხარდა